მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო საღამომშვიდობის. თუ პასუხს ელოდები და ბოლო დღეებია ტელეფონს ხშირად ამოწმებ. ეს გაშლა შენთვის არის. დღეს ვკითხულობთ, დაგიკავშირდებათ თუ არა პიროვნება უახლოეს დღეებში. ვნახოთ რა ენერგია დგას თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების უკან, დუმილის უკან უკაცრავად, დუმილის უკან. აბა ვნახოთ. დაგიკავშირდებათ თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება უახლოეს დღეებში. ვნახოთ მისი ენერგიები, რომელიც იმალება მისი დუმილის უკან. აი პირველივე ფონური ბარათი პირდაპირ გვეუბნება. აი აქ უკვე ჩანს მისი შეკავებული სურვილი ზოგადად, ხო? რომ რეალურად ადამიანი არის დისტანცირებული თქვენთან, დღესდღეობით თქვენ შორის ამ ბარათის დამიხედვით არ არის დასრულებული ურთიერთობა, უბრალოდ არის პაუზური, სტაგნაციური მდგომარეობა. დღეს თქვენ შორის რაც ხდება, არის პაუზა, ეს არის სტაგნაცია თქვენს ურთიერთობაში და არანაირად არ არის დამთავრებული ურთიერთობა. ეს ბარათი პირდაპირ ამბობს, რომ თქვენ შორის დღესდღეობით არის დისტანცია. და მოდი ვნახოთ ახლა ბარათები, ზოგადი ბარათები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩემო ძვირფასებო, ფონად ამოდის განდეგილი, ეს გვიჩვენებს, რომ დუმილი არ არის შემთხვევითი, აქ არის შეგნებული განმარტოვება, შიდა ფიქრები და დრო, რომელიც მას სჭირდება საკუთარ თავთან გასარკვევად. ეს ადამიანი ახლა უფრო საკუთარ თავშია ჩაკეტილი, ვიდრე გარე სამყაროსთან კონტაქტში, მოდი ასე ვთქვათ პირდაპირ, ხო? ზოგადი ბარათებიდან პირველი ბარათი არის ზომიერების ბარათი და აქ ჩანს შეკავებული სურვილი, კონტაქტის ენერგია, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ რეალურად პიროვნება აკონტროლებს საკუთარ იმპულსებს, ცდილობს ემოციებსა და გონებას შორის ბალანსის შენარჩუნებას. ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანი არ ჩქარობს, რადგან არ სურს შეცდომის დაშვება. მეორე ბარათი ეს არის კვერთხების პაჟი და ეს ბარათი მიგვითითებს იმაზე, რომ ინტერესი არის და შიდა ცეცხლი არის თქვენთან მიმართებაში ამ პიროვნებისგან. სული რომ მოგწეროთ, გაჩნდება მოულოდნელად როგორც იმპულსი, აზრი ან შეტყობინების მონახაზი, რომელიც ამდენჯერმე დაწერა და წაშალა. ადამიანი დგას აშკარად, აიღებს ტელეფონს და აკრიფავს ტექსტს, მერე წაშლის, აკრიფავს ტექსტს, მერე წაშლის. ზოგიერთ თქვენთაგან შესაძლებელია ნანახიც გქონდეს მისი ეს ასე ვთქვათ მდგომარეობა, როდესაც აი მაგალითად ხო არის ტექსტური შეტყობინების წერის დროს ტაიპინგ რო წერია, ხო? აი მომენტში ხედავთ ტაიპინგ, მერე ჰოპ ჩერდება, ხო? ეს ის მომენტია. აკრებს ტექსტს, მერე შლის, იმიტომ რომ ვერ დგავს ასე ვთქვათ ნაბიჯს, რადგან ნიშნია შეცდომის დაშვების. მაგრამ აი ამ კვერთხების პაჟიდან გამომდინარე უკვე ჩანს ინიციატივის ნაპერწკალი, რომ მას სურს რომ გადმოდგას თქვენთან მიმართებაში ეს ნაბიჯი და დაგიკავშირდეთ. მესამე ბარათი ეს არის ძალა. ძალა ეს გვიჩვენებს მის შინაგან ბრძოლას საკუთარ თავში. პიროვნებას სჭირდება გამბედაობა, რომ გადაალახოს ეს შიშები და საკუთარ თავზე მოიპოვოს გამარჯვება. კონტაქტი შესაძლებელია, მაგრამ ის ესე ვთქვათ მოდის მაშინ, როცა ემოციებზე კონტროლს დაკარგავს და გულწრფელობას აირჩევს თქვენთან მიმართებაში. ამ გაშლის მიხედვით კავშირი უახლოეს დღეებში შესაძლებელია, თუმცა არა სწრაფად და არა მსუბუქად, ხო? ეს იქნება გააზრებული, ფრთხილი ნაბიჯი მისი მხრიდან თქვენთან მიმართებაში. დუმილი აქ არ ნიშნავს შემოძვირფასებო, რომ თქვენ უარგყოთ, უარყოფას არ ნიშნავს, არამედ ის ნიშნავს იმას, რომ მასში მიმდინარეობს ეს ასე ვთქვათ ხსენებული შიდა პროცესები, რომელიც მე დღეს ავწერე. ჩემოიკარგებო, თუ ეს კითხვა თქვენთვის აქტუალურია, შეინახეთ ეს ვიდეო და დააკვირდით მოვლენებს. თუ რეზონირდა ეს ვიდეო თქვენზე, გთხოვთ გამომყევით, იმიტომ რომ მსგავსი გაშლები ჩემთან ხშირად იქნება. თუ ელოდებით პიროვნებას და ვინც ელოდებით პიროვნებას, როდის გამოვა კონტაქტზე და მის კონტაქტზე გამოსვლას ელოდებით, გულით გთხოვთ კომენტარში დამიფიქსიროთ. ან აზრი დამიფიქსიროთ, რეზონირდა თუ არა თქვენზე, კომენტარი აუცილებლად დამიტოვეთ. მოკლედ სულ ეს არის ჩემო ძვირფასებო. მე თქვენ დაგემშვიდობებით. საუკეთესო სურვილებით გისურვებთ მშვიდობას, სოლიდარობას, გულის სიმშვიდეს და ყოველივე საუკეთესოს. კარგად იყავით.